კისრის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ტკივილი დამიბრუნდა. ეს არის იმედგამაცრუებელი და გავრცელებული სცენარი. როდესაც ტკივილი ბრუნდება, ან ახალი სიმპტომები ვითარდება, ოპერაციის მაგალითად დისკექტომიის ან სპონდილოდეზის შემდეგ, კისრის მალების MRT თითქმის ყოველთვის ინტრავენური კონტრასტის გამოყენებით არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი მიზეზის დასადგენად. ის საშუალებას გვაძლევს ლითონის იმპლანტების მიღმა ვიხილოთ რა ხდება რბილ ქსოვილებში, ნერვებსა და ზურგის ტვინში. მთავარი საკითხია დისკის თიაქრის რეციდივისა და ნაწიბუროვანი ქსოვილის, ანუ ფიბროზის, დიფერენცირება. ოპერაციის შემდეგ ნაწიბურები ბუნებრივად ყალიბდება შეხორცების პროცესის დროს. სამწუხაროდ ამ ნაწიბურებმა ზოგჯერ შეიძლება მიეკრას ან დააწვეს ნერვულ ფესვს, რაც დისკის ახალი თიაქრის სიმპტომებს ემსგავსება. ამის აღმოსაჩენად არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა, კონტრასტით გაძლიერებული MRT. ნაწიბუროვანი ქსოვილი იკვებება სისხლძარღვებით და კონტრასტის ფონზე მკვეთრად ანათებს სურათზე. მაშინ, როდესაც დისკის რეციდივის ფრაგმენტის ფერი, რომელსაც სისხლმომარაგება არ აქვს, არ იცვლება. ეს განსხვავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულის მკურნალობა ძალიან განსხვავებულია და ეს შეიძლება დაგვეხმაროს მეორადი ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია მოსაზღვრე სეგმენტის დაავადება. მალების ერთმანეთთან შეერთებისას იქმნება მყარი, უძრავი ბლოკი. ეს ქმნის სტაბილურობას მალების შეერთების დონეზე. იმავე დროს, უშუალოდ შეხორცების ზონის ზემოთ და ქვემოთ არსებული დისკები და სახსრები განიცდიან დამატებით დატვირთვას და მოძრაობას. დროთა განმავლობაში, ეს მოსაზღვრე სეგმენტები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად გაიცვითოს, ვიდრე ნორმაში, რაც ქმნის დისკის ახალ თიაქრებს, სტენოს ან არასტაბილურობას. MRT-ს შეუძლია ნათლად აჩვენოს ეს დაჩქარებული დეგენერაცია და გამოავლინოს ნერვის ან ზურგის ტვინის კომპრესიის ეს ახალი წყარო. ეს როგორც წესი იწვევს ახალ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რომელიც შეესაბამება კისრის წინა ოპერაციის ზედა ან ქვედა დონეს. და ბოლოს, MRT-ს შეუძლია დაგვეხმაროს იმპლანტის გართულებებისა და შეუხორცებლობის, ანუ ფსევდართროზის იდენტიფიცირებაში. მიუხედავად იმისა, რომ კატე უკეთესია ძვლოვანი ქსოვილის დეტალების სანახავად, MRT-ს შეუძლია პრობლემების მეორადი ნიშნების ჩვენება. მას შეუძლია გამოავლინოს ანთება და სითხის დაგროვება მოშვებული ხრახნის გარშემო, ან მუდმივი სითხის სიგნალი ძვლის ტრანსპლანტატში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეხორცება წარმატებით არ მომხდარა. ამ მყარი შეხორცების არარსებობა ნიშნავს, რომ ჩარევის დონეზე ჯერ კიდევ არის მოძრაობა, რაც შეიძლება იყოს ქრონიკული მექანიკური ტკივილის მნიშვნელოვანი წყარო. ოპერაციის შემდგომ ეტაპზე კისრის მალების MRT არის პრობლემის გადაჭრის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ნათელ პასუხებს, როდესაც პროცესი არ ვითარდება გეგმის მიხედვით. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ პროფესიონალურ დისტანციურ სერვისს, რაც საშუალებას მოგცემთ მოისმინოთ სხვა ექიმის შეფასებაც. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხო დატვირთოთ თქვენი სკანირების შედეგები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ჩვენი ნეიროქირურგი მოგაწვდით დეტალურ, ადვილად გასაგებ დასკვნას, რომელიც მოგცემთ თავდაჯერებულობას თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. მული მოცემულია ქვემოთ აღწერაში. თუ ეს ვიდეო დაგეხმარათ თქვენი მდგომარეობის გაგებაში, დააჭირეთ მოწონების ღილაკს და გაუზიარეთ მას, ვისაც ეს სჭირდება. და თუ თქვენი საკუთარი სკანირების შესახებ სიცხადე გჭირდებათ, გახსოვდეთ ჩვენი მეორე აზრის სერვისი. მადლობთ ყურადღებისთვის.